ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, თუ როგორ არის განხილული მხატვრული შემოქმედება და ხელოვნება და მასთან დაკავშირებული საკითხები განწყობის ფსიქოლოგიურ სკოლაში. ჩვენ შევეხეთ დიმიტრი უზნაძის მოსაზრებებს, დავიწყეთ საუბარი რევაზ ნათაძის ნაშრომზე სასცენო გარდასახვის ფსიქოლოგიური პრობლემა. ვაგრძელებთ საუბარს ამ თემაზე, სასცენო როლის შესაბამისი განწყობის შემუშავებას თეატრალური რეპეტიციები, სასცენო გმირის ჰაბიტუსზე, მის ექსპრესიაზე, სხეულის ენასა თუ განცდებზე მუშაობა ემსახურება. ნათაძემ ერთმანეთს დაუკავშირა განწყობის თეორია და როლზე მუშაობის სტანისლავსკის სეულის სისტემა. როლზე მუშაობის ძირითად ამოცანად როლის შესაბამისი განწყობის ჩამოყალიბება იქნა აღიარებული. საკუთარი შეხედულებების დასაბუთების მიზნით რევაზ ნათაძემ ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მსახიობებმა, ასევე თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა და თეატრისგან გარეშე პირებმა. ნათაძემ გამოიყენა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელსაც წარმოსახვით ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტი ეწოდება. მე მინდა შეგახსენოთ, სანამ გადავალ უშუალოდ ამ საკითხზე, თუ როგორია, თუ რა სახის ექსპერიმენტები ტარდება განწყობის ფსიქოლოგიაში კლასიკური საგანწყობოცდით, აი აქ წარმოდგენილია სლაიდზე. მოდით წარმოვიდგინოთ, ასე ვთქვათ, ეს ექსპერიმენტი ჩატარებული ოპტიკურ სფეროში, როდესაც ცდისპირს ეძლევა, ვთქვათ, დიდი პატარა ობიექტები არა ხელში, ვთქვათ, არა ჰაპტურ არეში ეს ექსპერიმენტი, ხა ამ შემთხვევაში წარმოდგენილად ოპტიკურ სფეროში, როდესაც ცდისპირს ვაძლევთ გამოსახულებას დიდი და პატარა წრეების. ესე იგი, საგანწყობო ექსპერიმენტის კლასიკური ვარიანტი ცდისპირს მიეწოდება დიდი და პატარა მოდით ვთქვათ ასე წრეები, ეს წრეები წარმოდგენილია რამდენჯერმე, კლასიკურ ვარიანტში არის 15 ექსპოზიცია, ანუ 15 ჯერ მიეწოდება ცდისპირს დიდი და პატარა ობიექტები და მაშინ, როდესაც ცდისპირს ვაძლევთ საკონტროლო ექსპოზიციას, როდესაც კრიტიკულ ექსპოზიციას, როდესაც მას მიეწოდება ტოლი ობიექტები, შემუშავებული განწყობის საფუძველზე ის ტოლ ობიექტებს არატოლად ან არაადეკვატურად აღიქვამს. და ძირითადში ვლინდება კონტრასტული ილუზია, ანუ იმ მხარეს, სადაც ცდისპირს ეძლეოდა მცირე ზომის ობიექტი, მას ეჩვენება, რომ კრიტიკული ობიექტი არის აშკარად დიდი. ანუ, ასე ვთქვათ, მოდით ისე თუ დავუბრუნდებით პირველ ვარიანტს, აი ამ მხარეს, სადაც მას ეძლეოდა დიდი ობიექტი, ცდისპირს ეჩვენება ობიექტი უფრო მცირედ, ხოლო იქ, სადაც ეძლეოდა იმ მხარეს, სადაც ეძლეოდა მცირე ობიექტი, ეჩვენება, რომ ობიექტი არის უფრო დიდი ზომის. ეხლა რაც შეეხება რევაზ ნათაძის ექსპერიმენტს. მან ცდისპირებს განწყობა შეუმუშავა წარმოსახვით სფეროში, ბუნებრივია ის დაინტერესებული იყო სასცენო გარდასახვის საკითხით და ამიტომაც დაინტერესებული იყო შესაბამისად წარმოსახვის საკითხით და ამიტომაც მან ცდისპირებს მიაწოდა არა რეალური ობიექტები, არამედ მისცა დავალება წარმოესახათ ობიექტები. კერძოდ, ცდისპირს ევალებოდა განსხვავებული სიდიდის ობიექტების წარმოდგენა. ამ ობიექტთა საკუთარ ფსიქიკაში, ასე ვთქვათ, გაცოცხლება. მას უნდა წარმოედგინა, რომ ერთ ხელში უჭირავს დიდი ობიექტი, ხოლო მეორე ხელში უჭირავს უფრო პატარა ობიექტი. და ევალებოდა აი ამ ობიექტების ძალიან ცხადად, მაქსიმალურად ცხადად წარმოდგენა. მოჩვენე საინტერესოა, როდესაც შემდგომ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ეტაპზე ცდისპირებს თხოვეს გაეხსენებინათ თუ როგორ რა მეთოდებით შეძლეს მათ ამ დავალების შესრულება, ისინი ამბობდნენ, რომ დავალების გაიოლების მიზნით
ერთ მხარეს წარმოიდგენდნენ მაგალითად დიდ პორტველს სავსეს წიგნებით, ხოლო მეორე ხელში კი ბუმბულს, ეს ვთქვათ, ობიექტების, განსხვავებული სიდიდის, მოცულობის და წონის ობიექტების წარმოდგენა აიულებდა დავალების შესრულებას. ნათაძის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ განწყობა შემუშავდება, ფიქსირდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მთის პირს არა რეალური ობიექტები მიეწოდება, მაგალითად დიდი და პატარა ბურთები, ან როგორც ჩვენ შემთხვევაში დიდი და პატარა წრეები, არამედ მაშინაც, როდესაც მთის პირს განსხვავებული სიდიდის ობიექტების წარმოდგენა ევალება. როგორც ექსპერიმენტმა ცხადყო, პროფესიონალ მსახიობებს აღნიშნული უნარი წარმოსახვით განწყობის ფიქსირების უნარი უფრო მეტად და გამორჩეულად ახასიათებთ სხვა განსხვავებული პროფესიის ადამიანებთან შედარებით. ასევე დადგინდა, რომ წარმოსახვის ან ფანტაზიის საფუძველზე განწყობის შემუშავება განსაკუთრებულად იოლდება გამორჩეული სასცენო უნარებისა და ტალანტის შემთხვევაში. ნათაძის ცდის პირსთა შორის იყვნენ ქართული სასცენო ხელოვნების კორიფეებიც, ვერიკო ანჯაფარიძე და სესილია თაყაიშვილი, რომლებმაც წარმოსახვით განწყობის შემუშავების განსაკუთრებული ძალა და უნარი გამოავლინეს. ექსპერიმენტულმა შედეგებმა რევაზ ნათაძეს მისცა საფუძველი, რათა სასცენო გარდასახვის საფუძვლად მსახიობის მიერ წარმოსახვით ფანტაზიით შემუშავებული განწყობა ეღიარებინა. მსახიობი ახდენს სასცენო მოქმედების შესაბამისი განწყობის წარმოსახვით პლანში, სასცენო მოქმედების სიტუაციის შესაბამისად წარმოსახვით პლანში შემუშავებას, სასცენო გარდასახვისა და სცენურ სახეთა შექმნის ფუნდამენტს წარმოსახვით შემუშავებული განწყობები ქმნიან, ხოლო მსახიობის ნიჭიერებას კი წარმოსახვით განწყობათა შემუშავების უნარი უკავშირდება.